საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგა, კავკასიის მედიის სკოლა და ტელეკომპანია GMG წარმოგიდგენთ. საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის მესამე ტური წინა ორისგან განსხვავებული იყო. პირველად ერთმანეთს ილიასა და სოხუმის უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ილიას უნივერსიტეტის კარში ავტოგოლი გავიდა. გოლი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ნინიკაშვილმა გაიტანა. ავტოგოლის შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტმა ანგარიში კიდევ გაზარდა. მათი გულშემატკივრების თქმით, გუნდი ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. გულშემატკივრების მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა. პირველი ტური სოხუმის უნივერსიტეტის უპირატესობით დასრულდა. თუმცა მოედანზე თორნიკე ჯანელიძის შემოსვლით ვითარება შეიცვალა. ილიას უნივერსიტეტის გუნდმა სხვაობა თანდათან შეამცირა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 4-4 დამთავრდა. გუნდში 4 გოლი თორნიკე ჯანელიძემ გაიტანა. ადვილი სამი ქულა გვეგონა სხვათა შორის, მაგრამ არ მოხერხდა ამის გაკეთება. ძალიან გაგვიჭირდა და ძლივს გავათანაბრეთ. ანუ ისეთი ტურნირია, რომ აქ სუსტი გუნდი არ არის და ყველგან მთელი ძალით უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი უნდა ჩავდოთ თითოეულ მატჩში. მეორე შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიას შორის შედგა. უპირატესობა თავიდანვე სამედიცინო უნივერსიტეტმა მოიპოვა და საბოლოოდ სამხატვრო აკადემიასთან შეხვედრა ანგარიშით 6-0 დასრულდა. მესამე ტურის შემდეგ სამხატვრო აკადემია ისევ ბოლო ადგილზეა. მას საკუთარ კარში უკვე 23 გაშვებული გოლი აქვს. ჩვენ ვაპირებთ რაღაც ტაქტიკის შემუშავებას, სტრატეგიის დახაზვას და როგორც მწვრთნელი გვეთქვის, აი იმის და მიხედვით გავაკეთებთ ყველაფერს. ძალისხმევით და მეგობრობით. მესამე საათზე ერთმანეთს კავკასიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტები შეხვდნენ. მეორე ტურში ყველაზე დაძაბული თამაშის მიუხედავად კავკასიის უნივერსიტეტმა ამჯერად მოწინააღმდეგის კარში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი 6 გოლი გაიტანა. აქედან 3-ის ავტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტები ვართ ამ ტურნირის და შედეგით სახეზეა, დიდი ანგარიშით გავიმარჯვეს და ვაპირებთ, რომ ზოგადად ყველა თამაშზე ესე სრული მობილიზაციის შედეგად კაი თამაში ვაჩვენოთ და რა თქმა უნდა გავიმარჯვოთ ამ ტურნირზე. ბოლოს ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და პოლიციის აკადემია შეხვდნენ. პირველი გოლის გატანის მცდელობა პოლიციის აკადემიას ჰქონდა, თუმცა მსაჯებმა გოლი არ ჩათვალეს. შეხვედრაში ანგარიში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გახსნა და საბოლოოდ 3 გოლი გაიტანა. თამაშის ბოლოს 1 გოლი ტექნიკური უნივერსიტეტის კარშიც გავიდა, თუმცა შეხვედრა მაინც პოლიციის აკადემიის დამარცხებით 3-1 დამთავრდა. დასანამი შესწავლების გამო 3 უპასუხო ბურთი მივიღეთ. ეთქვა ამან იმოქმედა ყველაფერმა. ნახოთ, წინ კიდე 4 თამაში გვაქვს, შევეცდებით, დავლაგდეთ და საინტერესო შეხვედრები ჩავატაროთ. ის იმედიც მაქვს. პოლიციის აკადემია ახლა მე-6 ადგილზეა. მორიგი შეხვედრისთვის მას მოსამზადებლად 2 კვირა აქვს. უნიბურთის შემდეგი ტური 1 მაისს გაიმართება. კავკასიის უნივერსიტეტთან შეხვედრაში კარგი თამაშით თავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ირაკლი თოდუამ გამოიჩინა. გასული ტურის საუკეთესო მოთამაშეს მან 3 გოლი გაუტანა. წლიდან თამაშობ ფეხბურთს, იმიტომ რომ 96-ში ევროპის ჩემპიონატს უყურე კარგად მახსოვს და ზაფხულში უყურე და სექტემბერში უკვე ფეხბურთზე შესვლა გადაწყვეტე და იმის მერე თამაშობ, გუნდში ვიყავი, ჯიქიაზე გავიზარდე სპორტ სკოლა ოლიმპში და იმის მერე ოლიმპში ვიყავი ლოკომოტივში და გორის დილაშის თამაშობდი 1 წელი პირველ ლიგას და სერიოზულად ვაპირებდი ბავშვობიდანვე რომ გავყოლოდი ამ სპორტს.
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. თუმცა თვლის, რომ შემთხვევით, ყოველთვის ზუსტად იცოდა, რომ მომავალში ფეხბურთს უნდა გაყოლოდა. ირაკლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ბევრ გუნდში თამაშობდა და ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული. უნდა რომ მის ჯილდოებს კიდევ ერთი და მისთვის მნიშვნელოვანი შემატოს. ეს უნიბურთის თასია. თასის მოსაპოვებლად ირაკლის გუნდი კვირაში 3-ჯერ იკრიბება და მომდევნო ტურისთვის ემზადება. მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას არ ელოდა, თუმცა მწვრთნელისა და გუნდელებისათვის ეს გასაკვირი სულაც არ ყოფილა. როგორც ფეხბურთელი არის პირველ რიგში არის პროფესიონალი. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტურ გუნდშია, ყველა ვარჯიშზე მოდის ძალიან მონდომებული, ცდილობს მაქსიმალური დადოს ვარჯიშზე და ასევე ეს ყველაფერი გადააქვს თამაშზე. როდესაც ირაკლი მოედანზეა, მე პირადად, როდესაც პასვაძლო მისი იმედი მაქვს, რომ არ დაკარგავს და გუნდისთვის გააკეთებს წარმატებას. უშუალო, კომუნიკაბელური და ერთგულია. ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. შეიძლება ითქვას, რომ ბოულინგი ჩემი ჰობი არის. ხშირად დავდივარ, როცა თავისუფალი დრო მაქვს ბოულინგ ცენტრში და მეგობრებთან ერთად ერთობით ხოლმე ამ თამაშს. დროის დიდ ნაწილს საყვარელ ადამიანებს უთმობს. ბევრი მეგობარი ყავს და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამოწელწადში და ირაკლიმ დამანახა, რომ არის ძალიან კარგი პიროვნება პირველ რიგში, ძალიან კარგი ფეხბურთელის შემდეგ და ნიჭი არის სტუდენტი ახლა ასევე, რომ ნიჭიერი ბიჭია. ირაკლის მიზანია თესაუს სლოგანი გაამართლოს და საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში უნივერსიტეტი ასახელოს. უნიბურთის თამაშების ორგანიზება, კალენდრის შედგენა, ონლაინ ანგარიშების აღრიცხვა. ეს ყველაფერი მამუკა ელიკაშვილის სამუშაოს შემადგენელი ნაწილია. ის საშეჯიბრო სამსახურის უფროსია და ლიგის საორგანიზაციო ნაწილის მოგვარებაც სწორედ მას ევალება. ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან მომწონს, რომ ამდენი გულშემატკივარი ესწრება. ველოდებოდი, რომ ეს ტურნირი გამოიწვევდა დიდ აჟიოტაჟს, მაგრამ თუ ესეთი პოპულარული გახდებოდა 3 ტურის შემდეგ, მართლა არ მოველოდი. უნიბურთის ორგანიზატორებმა თამაშების წამყვანის ფუნქცია მეორე კურსის სტუდენტ გუკა სალოქვაძეს შეუთავსეს. შემოთავაზება სიამოვნებით დათანხმდა. ფეხბურთი ძალიან უყვარს და თავადაც ხშირად თამაშობს. ეს ჩართული ვარ მთელი სული და გული და გულშემატკივრობ ამათ გულდა ძალიან სიამოვნებს და მთელი გული და სულით ვაკეთებ და გულშემატკივრობ თითოეულ მონაწილეს. გუკასგან განსხვავებით ანა ელიკაშვილი აბიტურიენტია, თუმცა დატვირთული რეჟიმის მიუხედავად კვირაში ერთ დღეს უნიბურთს უთმობს. ანა ლიგის საიტის ონლაინ რეჟიმში მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია საიტზე მუშაობა, რადგან აქ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. დავამატებ, რომ წინა თამაშში, გასულ თამაშებზე თესეულს ყავდა დაახლოებით 3500-მდე მაყურებელი. შოთა ქუხილავა ლიგის თამაშებში აქტიურადაა ჩართული. ის უნიბურთის ერთ-ერთი მსაჯია. ფიქრობს, რომ სტუდენტურ ლიგას გულშემატკივრების მხრივ დადებითი ფონი აქვს, რაც თამაშებს ძალიან ემოციურს ხდის. გუნდები არიან ძალიან სერიოზულად მომზადებული და მოქმედი ფეხბურთელების თამაშობენ და ეს რა თქმა უნდა ერთი-ორ აზრის ინტერესს. ზოგადად საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაფერი იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ საჯობა არის სიამოვნება სხვა არაფერი. შოთა ქუხილავა უნიბურთში მონაწილე გუნდების მომზადების ხარისხს დადებითად აფასებს და მისი აზრით, სწორედ ამან განაპირობა გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ინტერესი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტები უნიბურთის მეორე ტურისთვის ემზადებიან. მხარდამჭერების განსაკუთრებული აქტიურობის მიზეზი წინა თამაშში დამარცხებაა. აკადემიელები დღევანდელ წარმატებაში დარწმუნებულები არიან. ჯერა რომ ეხლა ჩვენი ბიჭები გაგვიმართლებენ იმედებს აუცილებლად და წარმატებულად დაასრულებენ დღევანდელ თამაშს. თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე გულშემატკივრებთან ერთად გუნდიც ემზადება. ფეხბურთელები კვირაში 4-ჯერ იკრიბებიან და უნიბურთისთვის ვარჯიშობენ. უმრავლესობისთვის ფეხბურთი მხოლოდ ჰობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციამ მწვრთნელობა ემზარ მოსულიშვილს დაავალა. ის ყოფილი ფეხბურთელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. მწვრთნელმა გუნდის წევრების სინჯების შემდეგ საფეხბურთო ლიგის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეარჩია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი კონკურენტი აღმოჩნდა.
გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების მონდომების მიუხედავად პირველ ტაიმში გოლი გპ-ის ფეხბურთელმა გაიტანა, თუმცა აკადემიის პრორექტორი გამარჯვების იმედს ბოლომდე არ კარგავდა. სრული მხარდაჭერა აქვს აკადემიის ხელმძღვანელობისგან, გულშემატკივრებსაც, გუნდსაც, არავის, იმედ გამოვთქვათ, რომ საპრიზო ადგილებზე გავავწ. ფანების ასეთმა მონდომებამ თამაშის ბედი ვერ გადაწყვეტა. შეხვედრა მოწინააღმდეგის გამარჯვებით დასრულდა. თამაში რო ძალიან საინტერესო და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გუნდს აქვს იმის პოტენციალი მომდევნო თამაშებში გაცილებით მაღალი ხარისხის და რა თქმა უნდა შემდეგი თამაში აჩვენოს. მოწინააღმდეგე გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას მიულოცა რა თქმა უნდა. აკადემიის გუნდი დარწმუნებულია რომ მომავალ თამაშებში გამარჯვება მათ დარჩებათ და ამისთვის კიდევ უფრო დიდი მონდომებით მოემზადებიან.